ტანმოვარჯიშეთა ტურნირის ორსახეობა სპორტულ ტანვარჯიშსა და ბატუტზე ხტომას უმასპინძლებს პარიზის მთავარი დახურული არენა ბერსი 15000 მაყურებლით. ბატუტისტთა შეჯიბრი ტანმოვარჯიშეთა გამოსვლის შუალედში 2 აგვისტოს გაიმართება. კაცთა და ქალთა შეჯიბრებაში 16 მონაწილეა. ჯერ გაიმართება საკვალიფიკაციო შეჯიბრი, რომელიც გამოავლენს 8 ფინალისტს. იმავე დღეს 8 საუკეთესო ჩემპიონსა და პრიზიორებს გამოვლენს. ყველაფერს ერთი ვარჯიში წყვეტს. შესტომის უფლება არავის აქვს. ბატუზე ხტომაში ფასდება პროგრამის სირთულე, შესრულების ხარისხი, ნახტომის სიმაღლე და ვარჯიშის დროს ბატუტის ცენტრში ყოფნა. ეს ჩემთვის მეოთხე ოლიმპიური თამაშებია. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამისთვის ვარჯიშობ. ჩემთვის უმთავრესი პირველი მიზანი იყო ლიცენზიის მოპოვება. ლიცენზია მოვიპოვე მსოფლიო თასების მიხედვით. ჩვენ მსოფლიო თასებზე ქულებს ვაგროვებდით და ქულების ჯამური შედეგით მოვიპოვე ლიცენზია. ეს იყო გერმანიაში მსოფლიო თასზე, სადაც იყო ბოლო მსოფლიო თასი და ვალდებული ვიყავი რომ მომპოვებინა ქულები. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მაინც მქონდა ქულების. საბოლოო სია გამოქვეყნდა შეჯიბრის მერე, 2 დღით მერე და ეს 2 დღე ვერ ჭამდი, არ მეძინა, ძალიან განვიცდიდი, ველოდებოდი ამ საბოლოო პასუხს. ეს პასუხი გავიგე, როცა ვიყავით აეროპორტში და მივემგზავრებოდით ევროპის ჩემპიონატზე. და ჩემთვის იყო ერთდროულად შოკი იყო და სიხარულისგან ვერ ვიკავებდი ცრემლებს, მაგრამ ბოლომდე ვერ გავაანალიზე, იმიტომ რომ ამდენი სტრესი და ეს მოლოდინი იყო ძალიან რთული და ამის მერე მოვეშვი და უკვე რთული იყო ისევ ფორმაში შესვლა. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივდივარ ჩემ მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე, ვეცდები მოვემზადო სრულყოფილად და ვაგრძელო ჩემი შედეგი მაქსიმალურად. ლუბა გოლოვინასთვის ეს მეოთხე ოლიმპიადაა. შეიძლებოდა ყოფილიყო მეხუთე. 2020 წელს კოვიდის პანდემიამ სიტუაცია არია. ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო. ლოკდაუნების გამო სრულყოფილად ვარჯიში შეუძლებელი იყო. შედეგად, გოლოვინას ძირითად საკვალიფიკაციო ტურნირებში ლიცენზიის მოსაპოვებლად ცოტა დააკდა და ორგანიზატორებისგან არც wildcard-ი ერგო. დღემდე მე ვთვლი, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ყოფილიყავი მე და როგორც ყველა მეუბნებოდა საერთაშორისო ფედერაციიდან, რომ ეს ლიცენზია იყო ჩემი, მე-9 შედეგი მქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც წესების მიხედვით ეწერა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეჯიბრის საუკეთესო შედეგი იღებდა ლიცენზიას. ეს საუკეთესო შედეგი იყო ჩემი, მე-9 ადგილი და წელიწად ნახევარი ამას დაემატა პანდემია, მაგრამ ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ მე უნდა მოვემზადო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისთვის. ერთი თვით ადრე მე მეუბნებიან, რომ შენ სიაში არ ხარ და ვერ მიდიხარ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში. სულ ეს პერიოდი ვიყავი ტონუსში, დარბაზები იყო დაკეტილი, მაგრამ მაინც გარეთ გავდიოდი და ვარჯიშობდი და ერთი თვით ადრე მითხეს ესეთი რაღაცა. აი იქ დასრულდა ჩემთვის ყველაფერი, ისე მეგონა რომ დაინგრა ჩემი ცხოვრება. ლუბავ ძიმედ იხსენებს ამ პერიოდს, მაგრამ როგორც იქნა, ის დაუბრუნდა საყვარელი იარაღს. მქონდა რთული პერიოდი, 2 თვე საერთოდ ვერ გამოვდიოდი, ვიყავი ჩემთვის აგარაგზე, არც ხალხთან არ მქონდა დიდი სურვილი, რომ ურთიერთობა მქონდა და რა თქმა უნდა იმ მომენტში ოლიმპიურ თამაშებიც იყო, დილის 5 საათიდან ვუყურებდი და ვალეშკობდი ჩვენ სპორტსმენებს. ისიც ძალიან რთული იყო ჩემთვის, როცა ის სპორტსმენი თუნდაც ბრაიანი პეიჯი ქონდა მოწერილი, რომ ლუბა შენ გელოდებოდით, ვიცოდით რომ შენ უნდა ყოფილიყავი, რა მოხდა. და ნუ აურავაც აუხსენი სიტუაცია, ეს ჩემთვის სტიმულიც იყო და რა თქმა უნდა გულდასაწყვეტი რომ ნამდვილად მეკუთვნოდა. ასევე ჩვენი სპორტსმენები მწვედნენ რომ აკლიხარ ამ ოლიმპიადას და მაგრამ 2 თვის მერე შევძელი და დაუბრუნდი. პირველი რასაც გავაკეთე, მივედი ბატუტთან და უთხარი ბოდიში რომ ვერ მოვდიოდი. გოლოვინა 1990 წლის 20 აპრილს დაიბადა თბილისში და უკვე 34 წლისაა, მაგრამ ჯერ ვერ პასუხობს, რას აპირებს ოლიმპიადის შემდეგ. უბატუტოდ მას ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამ ეტაპზე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვარჯიშობ, სრულიად ვარ გადართული მომზადებაზე და არ ვფიქრობ რა იქნება. შეიძლება გავაგრძელო, შეიძლება რაღაც პერიოდი დავისვენო. არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია. მომეჩვენო, რომ მისი გადაწყვეტილება კარიერის გაგრძელებისა თუ დასრულების შესახებ პარიზის ოლიმპიადაზე ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. ლუბას ოლიმპიური დებიუტი 16 წლის წინ პეკინში შედგა.
ის ფინალში გავიდა და მე-6 შედეგი აჩვენა. ფინალისტი იყო ლონდონსა და რიო-დე-ჟანეიროშიც. ორივე ოლიმპიადაზე მან მე-7 ადგილი დაიკავა. კარიერის მწვერვალი 2019 წელს ჰქონდა. მინსკში, მეორე ევროპულ თამაშებზე, სადაც ვერცხლის медаლი მოიპოვა. ამასობაში ახალი თაობაც წამოვიდა. ლუბასთან ერთად ნაკრებში არიან თეონა ჯანჯღავა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მათ მესამე ადგილი დაიკავეს. წელს კი ვერცხლის медаლი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე. ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად სერიოზული შიდა კონკურენციაც იყო. საბოლოოდ გოლოვინამ მცირედი თაჯობა ყველაზე ახალგაზრდა თანაგუნდელს მარიამ რაგიმოვს და მე-4 ოლიმპიადაზე მიემგზავრება. ჩვენ ამ ლიცენზიების გათამაშებაში ჩავებით ძირითადად 4 სპორტსმენით. გუნდი, რომელიც ნამდვილად დიდ შედეგებს უჩვენებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ორგზის ვიცე ჩემპიონები არიან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორები. ესენი არიან ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა. 4-ვე სპორტსმენი რომ იტყვიან ჩაება ამ ლიცენზიების ძიებაში. ძალიან ახლოს იყვნენ ლუბასთან ერთად ნამდვილად რაგიმოვი და აფაქიძე. თითქმის ბოლო შეჯიბრმა კოტბუსში, გერმანიის ქალაქ კოტბუსში ბოლო ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო თასი იყო და აქ გადაწყდა ლუბამ თავის გამოცდილებით, დიდი სპორტული სტაჟით, რომ იტყვიან სტაბილურად იასპარეზა და დამსახურებულად მოიპოვა ნამდვილად ამ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. თვითონ ამ შიდა კონკურენციაში იყო დიდი ბრძოლა ჩვენი გოგონების და ბოლო ევროპის ჩემპიონატზე რომ იტყვიან ყველა აღიარებდა რომ საუკეთესო გუნდი ყავს საქართველოს და ძლიერი კონკურენცია. პირველ ოლიმპიადაზე ლუბას მწვრთნელი მამა ვლადიმერ გოლოვინი იყო. ბოლო დროს კი ეს მოვალეობა დედამ ლუდმილამ გადაიბარა. ლუბა ჩემი შვილია. ჩემი სპორტსმენია. მე მგონი ეს ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან ძლიერი. მაგრამ მე მგონი ეს ლუბას პრობლემა არის ფსიქოლოგიური, ხო? იმიტომ ვარჯიშზე ძალიან მაგრად იხტუნავ და მე რა ვიცი, ძალიან ვფიქრობ, ძალიან რა ვიცი, ღამით არ ზინავს. სულ ტელეფონით, სულ ვნახოთ ვარჯიში, შეჯიბრები, სპორტსმენების ხვა, იმიტომ ძალიან რთულია. კარგი იქნება ყველაფერი. წვრთნაში აქტიურად მონაწილეობს მეუღლეც, ყოფილი მოჭიდავე ზაზა ენდელაძე. ვარჯიშზე, რომლის ეპიზოდების თბილისის ტანვარჯიშის ცენტრში ჩავწერეთ. ზაზა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ადევნებდა თვალყურს ხტომის სიმაღლეს და აკორექტირებდა კიდეც ცოლის გამოსვლას. რა თქმა უნდა, ის ბერსის დარბაზშიც იქნება, როგორც მაყურებელი. ლუბა არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, ეს მე-4 ოლიმპიადა იქნება, ერთი ოლიმპიადა რომ იტყვიან აგვაცალეს და ეკუთვნოდა ლუბას, ამაზე აღარ დავკონკრეტდები. აქვს დიდი გამოცდილება იმ სპორტსმენებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, არის ყველაზე სტაჟიანი და ასაკოვანი, რომ იტყვიან, მისი ტოლი არის მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონი და 3 ოლიმპიადის პრიზიორი ინგლისელი ბრაიან პეიჯი და ნამდვილად გამოცდილება არ აკლია, ისიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ლუბა ამ გამოცდილებით, ამ დიდი შემართებით, როგორც ის ემზადება, ყველანაირად შეეცდება, რა თქმა უნდა, ფინალი ეს მინიმუმია პროგრამა და იბრძოლებს მედლისთვის. ბატუტი, ქალები, 16 მონაწილე, 2 აგვისტო. ბრაიონი პეიჯი, ბრიტანეთი, იზაბელ სონქერსტი, ბრიტანეთი, ლუბა გოლოვინა, საქართველო, ჰუ იჩენი, ჩინეთი, ჭუ სიუენი, ჩინეთი, ლეა ლაბრუსი, საფრანგეთი, კამილა გომესი, ბრაზილია, ჯესიკა სტივენსი, ამერიკის შეერთებული შტატები, სოფიან მეთო, კანადა, ჰიკარუ მორი, იაპონია, ნოემი რომერო, ესპანეთი, სელჯან მასუდოვა, აზერბაიჯანი, მედლინ დევიდსონი, ზელანდია, ვიოლეტა ბარძილოუსკაია, ნეიტრალური, ანჟელა ბლაჩევა, ნეიტრალური, მალაკ ჰამზა, ეგვიპტე. მთავარი ფავორიტი ორია, ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩინელი ჭუ სიუენი და ბრიტანელი ბრაიონი პეიჯი. პეიჯი გოლოვინას თანატოლია 34 წლის,
რიო-დე-ჟანეიროში ვერცხლის медаლი მოიპოვა. ტოკიოში ბრინჯაო და ახლა სრული კომპლექტის შეკვრა შეეცდება. პეიჯი 2021 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონია. აქვე იქნებიან იაპონელი ჰიკარუ მორი, 2022 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონი. წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი ჯესიკა სტივენსი. მეორე ჩინელია ჰუი ჩენი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი სინქრონულ ხტომაში. გამოცდილი კანადელი ლია ლაბრუსი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ფრანგი სოფიან მეთო და სხვებიც. ბატუძე ხტომა ოლიმპიადის პროგრამაში 2000 წელს შეიტანეს. სიდნეიში მსოფლიო ჩემპიონი რუსუდან ხოფერია ფინალში გავიდა და მერვე ადგილს დასჭირდა. 2004 წელს ათენში ხოფერია მეცხრე იყო. მისი ადგილი ფინალში მისმა ყოფილმა მეწყვილემ, ამჯერად გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძემ დაიკავა და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. 2008, 2012 და 2016 წლებში ლუბა გოლოვინამ მე-6 და ორჯერ მე-7 ადგილები დაიკავა.